გამარჯობათ, მოგესალმებით, ჩვენი მეოთხე ეპიზოდი და სტუმრად გვყავს გიორგი ქორო. როგორ მოგმართოთ, როგორ გიჩვენებთ? კურსი. არ აქვს მნიშვნელობა, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ეს 1 ბიტკოინი უნდა გადმომცეთ. არაფრის ხედავთ. მე უცვლელი თანაწამყვანი ვარ, აქ რო იცოდე და მე გადმოგცემ ჩემი ჯიბიდან აიხარე 1 ბიტკოინს. დღეს მოვიდა და სანამ მოხვიდოდი, ისევ ტრადიციულად დამიწყო წუწუნი თავის პორტფოლიოზე, იმიტომ რომ ჩამოიქცა პორტფოლიო, აი მარტო შენი თქო, ვეუბნები, ჩემიც ეგრეა, მაგრამ თავარია რომ უნდა გაანალიზო, რომ ხარ ინვესტორი და არ უნდა ელოდო, რომ ხვალზე გმაზე ეს ყველაფერი აფრინდება. ხედავ ვინ ვარ? მე არ ვარ ინვესტორი. მე ინვესტორი ვარ. არა, შენ გეტყობა კიდეც, კაცო. რო შემოხედე პირველი ინვესტორია. გაიფიქრე რა. სახეზე გაწერია იქ. როგორც უკვე იცით, ყველა ვიდეოში ვათამაშებთ 10 USDT-ს. ასე რომ წინა ვიდეოს კომენტარებში პირველი სწორი პასუხი გაცა ამ კომენტარის ავტორმა. მოგწერეთ და მიიღეთ თქვენი 10 USDT. ხო, მოკეთ დღევანდელ თემებს მინდა რომ შევეხო, იმიტომ რომ რაღაც პატარა გამოკითხვასავით გავაკეთე Instagram-ს, მაგრამ რეალურად ველოდებოდი რომ ეს თემები მართლა აქტუალური იქნებოდა, იმიტომ რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ Nvidia-ს აქციები 600 მილიარდით შემცირდა და მე ამას ავხსნი და ვიტყვით რა მოხდა. შენ AMD-ს ვიდეო კარტა გაქვს? ალბათ ამას აქვს ეს ინვესტიცია Nvidia-ს ჩადო. არა, შენ Nvidia-ს ვიდეო კარტა გაქვს თუ AMD-ს? აზრზეა რომ რომელი მაქვს, მაგრამ AMD-ს. მაგრამ Valorant-ს ხაჭავს. პოდკასტის მერე მივად დაშლის შეამოწევს და გვერთვის რომელი აქვს. და ნუ მეორე თემა რა თქმა უნდა ტრამპის მონეტა და მისი მეუღლის მონეტა, რომელიც პრაქტიკულად მთლიანი კრიპტო სამყარო ამოატრიალა, ოღონდ რა თქმა უნდა ეგეც დოროებით არის. ხო, ჩვენი TikTok გვერდზე წოდავდეთ ის ვიდეოც ძალიან გაფრინდა იდეაში, იმიტომ რომ ვეუბნებით რომ ხალხო რამ ჩაგადებინეთ მაგ მონეტაში ფული თქო, იმიტომ რომ ამას თავისი ახსნა აქვს და მაგაზეც შევეცდები რომ დეტალურად გავიაროთ რა ხდება და როგორ არის. მე რაღაც ეგეთი რაღაც თან გამახსენა, გითხარი კიდევაც გუშინ უყურე თქო აი ვიდეოს ბასტო თუ ქორო რა რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ ვინ უფრო უკეთესი არისო და მე უთმობ ხოლმე ყოველთვის. ხო, და ეგ მე მაინტერესებდა და მე thumbnail გავაკეთე. ჩემი სპორტული ინტერესი არის, თა როგორი ინტერესია, იცი რომ ხო ყავდა ჩვენ აქ მოკეთ ბასტო და აქ ჩვენ კითხვები გვაქვს, რომელიც არის გრუნის სტუდენტური საინვესტიციო კითხვები არის. და მაინტერესებს რა იქნება, როგორ მოახერხებ რომ ამ კითხვებს გასცე პასუხი. ძალიან მარტივი კითხვები არის. ბასტომ ყველას გასცა ხო პასუხი? ბასტომ ყველას გასცა და რა ვიცი. წინასწარ რამის გადაგვახია აქეთ კითხვები. ფიგურა ემზადებოდა აქ მოსასვლელად, როგორც კითხვები ამის გადაგვახია, რას ქვიო, მე როგორ არ ვიციო და ეს როგორ მაკადებს. ყველას უნდა ვაჯობო, ერთ-ერთი მეგონი ვახომ ცოტა რაღაცები. არა, ვახომ ჩააგდო. ჩააგდო, მაგრამ მეგონი განზრახ ჩააგდო. ვახო ბიჭიკაშვილმა კი იქიდან განზრახ ჩაგვერთო და განზრახ ჩააგდო, მე მგონი ისე ჩსაბეჭიბა დამრჩა რა. თან მოვიდა რომ უნდა ჩავაგდო კითხვებიო, იმიტომ რომ ყველამ როგორ გასა პასუხებიო რა. ბასტომ იმდენი ლაპარაკა. რო რიკი გავიდა. პოდკასტი წაიყვანა ბასტომ რეალურად. არაფერი არ ვიციო. ამჯერა. არაფერი არ ვიციო. შენ ვერ დაგაჯერეთ ამ გამოუცდელი ხარ ბასტოს სისულელე. არაფერი არ ვიციო და რატიზე და ჩემზე ერთად აღებული მაგანი ლაპარაკა. ეგ ხო იცი, თავიდან შეიქმნა ის რომ არაფერი არ ვიცი და მე რეისქნა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე 2x არ ვიცი რა. რაც ვიცი, ყველაფერს ვილაპარაკებ. კაი, მაშინ თან გაგიზიარებ, რომ რეალურად ცოტა რომ ნათელი მოვფინოთ რა ხდება Nvidia-ს თავს. თან ესეთი შესავალს გავაკეთებ, რომ Nvidia-მ შარშან საკმაოდ დიდი ფული დაწერა. იმ კუთხით, რომ კარგი შემოსავლები ქონდა კომპანიას, დივიდენდები გაზარდა, სარგებელი ერთ აქციაზე, ანუ ეგეც ვებულად და ახლაც სულ რამდენიმე დღეში უწევს, რომ გამოაცხადოს მეოთხე კვარტალის შემოსავლები. და ნუ დიდი ალბათობით ვფიქრობ, რომ დადებითი იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი შემოსავლები და ვთქვათ, 3.5 ტრილიონი იყო კომპანიის ღირებულება, მაგრამ რავი, მოვიდა 2025 წელი და ახლა უყურებ რომ კომპანია მთლიანი მარკეტ კეპი 3.5-დან ჩამოვიდა 3.1-ზე და რიგითობით მესამეა. გახსოვს ჩვენ რო ვლაპარაკობდით. ხანო. თანო ახსნა რა არის? ნახე ძალიან მარტივი არის. არა, მე მეოთხე კვარტალი რო გავიგე უცუბიძეზე წავ. ანუ უცუბიძეზე წავ. ხო აი მე უცუბიძეზე წავ. ყოველ 3 თვეში ერთხელ ვეძახით კვარტალს 3 თვეს
და აი ახაც შეგიძლია შეხედოთ ძალიან მარტივად რომ 3.5 ახლარი Apple-ის ან ნომერ პირველი კვლავ კომპანია Apple გახდა თავისი მოცულობით ტრილიონი 3.5 ტრილიონი არის მისი ღირებულება ან რა ღირებულება იცი გამოშვებული აქციები გამრავლებული ერთი აქციის ღირებულებაზე უდრის აი ამას მთლიან market cap-ს კომპანიის ღირებულება არის მეორე ადგილზე გადაინაცვლა Microsoft-მა და მესამეზე ჩამოვიდა Nvidia ისე მახსოვს ხო ანუ წინა წელს Nvidia ყველა მაგას კი ბატონო აი ხა მაგალითად მე რომ მქონდა $1000 წინა წელს ეხა რამდენი მექნებოდა ძალიან კარგი კითხვა არის შენ რო გქონდა $1000 და მაგალითად აი რამდენი აქცია გექნებოდა გააჩნია იმიტომ რა მოხდა იცი რომ შარშან სადღაც შემოდგომით კომპანიის აქცია ღირდა $1200 და ადგა კომპანია და გააკეთა სპლიტი ანუ 10-ზე გაყო კომპანიის აქცია, იმიტომ რომ შენ როგორც დამწყები ინვესტორი $1200 აქციას იყიდი თუ $120 აქციას. რა ამიტომ თუ შენ გქონდა მაგალითად ერთი აქცია, სიტყვაზე და ღირდა $1200, ჰოპ და უცბად გაგიხდა რომ გაქვს 10 აქცია. ამიტომ ეს არის რომ უნდა დავთვალოთ კალკულაციით, რამდენი გამოგივიდოდა რომ გქონდა მოკეთ რეალურად აქციები. Warren Buffett-ს მაგიტომ აქ იმდენი აქცია და Coca-Cola-ში და Bank of America-ში რაღაცა რომ ბევრი სპლიტი გაიარა წლობით და რა ვიცი 18 წლიდან ინვესტიციებს აკეთებდა ადამიანი. ნუ მოკეთ ფენომენია ადამიანი. მე ვიცი რატომაც დაეცა აქციები. მითხარი, აი იმიტომ რომ პროცესორიც და ვიდეო კარტაც AMD-ს მაქვს. შენი ბრალია. ხო, მაგათ იმას გვაქვს საუბარი რომ კომპანიის აქციები სულ რამდენიმე დღის წინ დაეცა. სხვა შორის ჩვენ ჟურნალშიც მოკეთ გვერდზე დავწერეთ მაგაზე ლაშამ დაწერა მაგ თემას იყო დრო დაწერა ჟურნალში უგეთ სტატია რო დაწერა საიტზე იქ ეწერა 400 რაღაცა და ბოლოს აღმოჩნდა რომ 600 მილიარდით შემცირდა. მაგრამ თავარი ამ ყველაფრის შემოქმედი და პრობლემატური, რა თქვა, ბჭყალებში ამ კომპანიის იყო ის კომპანია, რომელიც ჩინეთიდან ძალიან სწრაფად ანვითარებს ხელოვნურ ინტელექტს. გახსოვს ამაზე, მოგეთ DeepSeek ქვია ამ კომპანიას რა და DeepSeek არის ოგითხრა მარტივად ChatGPT-ის კონკურენტი. და ამიტომ Nvidia ზოგადად და მათ შორის Microsoft-ი, რომელიც 2019 წელს 1 მილიარდი ჩადო ამ ChatGPT-ის კომპანიაში, გამოვიდა ეგეთ რაღაც არის OpenAI, რეალურად ისეთი ტემპებით ვეღარ შეძლო განვითარება, როგორც ეს ჩინურმა კომპანიამ შეძლო. და ეს ინგლისურ ენაზე ვითარდება, ინდონეზიაზე ამას დასწრებენ უკვე თუ მარტო თავის როგორ თემა იცი? ChatGPT-ის ბოლო პაკეტი, აი ბოლო, вообще ყველაფერი ხო იცი? სულ ყველაზე ატომურ ბომბს რო გაწყობინებს უკვე $50-იანი ხო? 200. არა, ყოველ თვე ვიხდი სადღაც $25. ChatGPT-ის ბოლო პაკეტი? ხო. ბატონო რატი? ღირს $200. მართლა? აბა რატო ვიხდი 4-ო. და რას აკეთებს? ყველაფერს აბსოლუტურად საიტს აგაწყობინებს თავიდან ფეხებამდე React-ით, backend-ით, UI UX-ით. კი ბატონო, მართალი ხარ. მე ვიდეოსო რაც აქვს რა. ხო იცი ультра რეალისტური AI-ის ვიდეოები. ამაინტერესებს იცი, აი Counter-ს თამაშობდი და 1.6 და საიტებს რო ვაკეთებდი. მაგას უცოტრაკერი იყო, ხო? უცოს ტკს ვაკეთებდი მე რაღაცებს. მაგას აწყვდა თავისთვის. ატყუა და რაღაცები. კი. თავის და სკინების იმებს დადებდა. საინტერესო. ნამდვილად თავისთვის გააკეთეს, ხო და DeepSeek ხო? და რა ღირს ეგ? Deep State. უფასო არის. თავიდან ბოლომდე? თავიდან ბოლომდე. და მაგაზე იყო მიმი, короче, ChatGPT იყენებსო 100 სიტყვიანი მეილი რო გააგზავნო ან რაღაცაო 3 ბოთლ წყალს, ხო? ხო, რაც ეგეთი არის კი. ხო რა, მაგას წულობს. წყალზე არიან ეგენი? ხო, ეგენი წყალზე არიან, ბიჭო, ეგ გვაშრობენ. ხო, და უფასო არის. ეხა გუშინ ჩაუჭექი, მაგრამ ისეთი ტყობა მოთხოვნა არის, იმიტომ რომ ხა 600 მილიარდი დაკარგა კომპანიამ იმის გამო, რომ პრაქტიკა 600 მილიარდი რამდენი, ანუ 1.15% იყო მთლიანი იმის, ხო? არა, იცი, რა არის, ანუ მოცულობით რო ავიღოთ 3 ტრილიონი არის, ნუ? 3.5 ტრილიონი იყო ნასულები. და Nvidia-ს საბაზრო ღირებულება იმ მომენტში გახდა 2.9 ტრილიონი. ახლა ისევ ამოიწია ზემოთ, ანუ 3 რაღაცაზე ავიდა. ეხაც რომ ლაივში შევხედო,
მაინც ამოვიდა, რა თქმა უნდა, მაგ დროს ბაიტიპს აკეთებენ დიდი ინვესტორები, რა არისო დაეცა და იაფად იყიდო ახალი ის კომპანია, რომელიც გაუფასურდა. და ხა 2.9 გახდა უცბად, და ხა ისევ 3.12-მდე ავიდა, 16-მდე ავიდა. მაგრამ მთელი ამბავი ის არის, რომ ნუ ამ დროს რა თქმა უნდა ვიღაცემა იხეიეს, რომ რეალურად შეისყიდეს კომპანიის აქციები იაფად, მაგრამ საკითხავი ის არის, რომ OpenAI-ის პროდუქტი რაც არის ChatGPT და versus ეს ჩინური პლატფორმა. თან ამ ჩინურ პლატფორმას საიტზე ეგეთი რაღაცა გამოტანილი ძალიან მარტივად, რომ შედარებული აქვს თავიანთი ხელოვნური ინტელექტი სხვებთან. და ნუ პრაქტიკულად აი არქიტექტურა რაღაცა activated params და ეგეთი რაღაცები, ანუ რაც ChatGPT-ის 4-დან 0-ს არ აქვს, ამათ აქვს უფასოდ. რამდენი ენაზე აქვს? ენაზე არა, ნახე შეგიძლია, მაგალითად მე ChatGPT-ს შევიყენებ. კითხვა. როგორ, რამდენი ენაზეა? რამდენი ენაზეა ეს DeepSeek-ი? ხელმისაწვდომი? ხო. ანუ ქართულად ხელოვნური ინტელექტი ის არის, მთელი მუღამი, რომ შეგვიძლია რომ მოკეთ ხელოვნურ ინტელექტს ელაპარაკო ქართულადაც. ანუ აქ იქენები არ აქვს ლიმიტირებული, იმიტომ რომ ეგ არის მთელი ინტერესი და მუღამი, რომ ხელოვნური ინტელექტი სწავლობს და არა რომ ვიღაცამ დაწერა კოდი და მე აპდეიტებს უკეთებს, ანუ სწავლებადია, თვითონ ანვითარებს საკუთარ თავს. მათ შორის მე რო გუშინ რომ დამეზარა, ეს ყველაფერი დაწერილია ChatGPT-ის მიერ. უბრალოდ დამეზარა, ამოწერა, იმიტომ რომ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებ ამას, ახლა რატო წერო ხელით რაღაცები, როცა შემიძლია რომ უცბად უთხრა ChatGPT-ს და ხო დრო დავზოგო და გამოვიყენო. უბრალოდ ჯერჯერობით ეგ არის მთელი ამბავი, რომ ხა სწორად თქვა მოკეთ ოთომ რომ $200 Pro მე ვიყენებ Plus და ეგ არც მახსოვდა. მაგრამ ეს $20-იანიც კი ამათ აქვს უფასოდ. რომ ანუ ამათვა შემოაქვს სატესტოდ და ალბათ ჯერ. მაგრამ ჩემი აზრით მაინც იქნება ამერიკა ჩინეთის ჩახის თემაში რა. სრიტი შოულობენ ახლა, ალბათ დებილობა რეკლამებს უშევენ. ინვესტიციები აქვს. რეკლამებს უშევენ ბაზა. ორნებს არა, აიმებს რაღაცა თამაშებს. ხო და მაგრამ მთელი ინტერესი არის ის კიდევ რომ მეც ასეულდები გულახდები თქვა რომ ეს OpenAI თუნდაც ეხა ეს ახალი კომპანია, ნუ ახალი არ არის DeepSeek, უბრალოდ ეხა განავითარა ამ დონეზე. არც ერთი მათგანი არ არის საფონო ბირჟაზე. აი მაგალითად მე რომ მკითხო რომელ აქციას იყიდიდი, ალბათ ამ ორივე კომპანიის აქციას ვიყიდიდი, იმიტომ რომ რა მომავალია თუ მიმდინარე აწმყო პროცესი არა, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი, რა ვიცი ხა. ანუ გაერთიანებაში არ არიან, ცალკე არიან რაღაცა. ცალკე არიან, მაგრამ როგორც იცი Microsoft-ი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი არის OpenAI-ის 1 მილიარდი ჩადო 2019 წელს და განვითარდა ეს კომპანია და თან ამავდროულად როგორც მე მახსოვს და ვიცი Apple-ის ახალი პროდუქცია და მათ შორის iPhone-იც იყენებს ChatGPT-ის სისტემას, როგორც მე მახსოვს, რომ მაგალითად უკეთესი, მოგეთ ახმის უნაირო კონდეს, როცა შენ რაღაც სიტყვი შენ იყავი OpenAI-ის ინვესტორი? OpenAI-ის ინვესტორი ვერ ვიქნებოდით, მაგრამ შეგვიძლია რომ გავხდეთ. იცი როგორ, როცა კომპანია OpenAI გამოვა ბირჟაზე, IPO გახსოვს, როცა ამბობთ, რომ გამოდის კომპანია საჯარო შეთავაზებისთვის. იმ დროს შენ შეგვიძლია ნამდვილად იყო ინვესტორი. ოღონდ რა თქმა უნდა, ვერ იქნები დიდი 인ვესტორი, როგორც რაღაცა ვეშაპები. მე ხო ვარ ინვესტორი ზოგადად. ოთო არის ინვესტორი. მე ინვესტორი ვარ შეგახსენე. კრიპტო ინვესტორია, ინვესტორიც ვარ, დიახ. უბრალოდ არ დავასახებ მის პორტფოლიოს პორტფოლიოს. ესა, აი მაგალითად ეხლა რო ეს ბირჟაზე იყოს, მე რამდენი ადგილზე იქნებოდა. ხო, აი ეგ რთული საკითხავია, იმიტომ რომ ChatGPT მე რამდენზეა? როგორ? ChatGPT მე რამდენზეა? არ არის ბირჟაზე საერთოდ არც ერთი არ არის რა. პრაქტიკულად რო თქვა კერძო ინვესტორები ორივე. ანუ Microsoft-ია იმას. კი, Microsoft-ი ამას ლობირებს, მაგრამ იმედია რომ არ უღალატებს ამ კომპანიას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. ნახოთ 1000 რაღაც ხდება სერიალები და თქვენთან. ხო, არა, ჩვეულებრივი სერიალია მართლა, იმიტომ რომ რავი, მაგალითად სტუდენტებს ვეუბნებოდი რომ აი ეს კომპანია პირველზეა თქო და 2 საათს მერე ის ნახე ChatGPT მტყუილები ისწავლაო? რა? მტყუილები ისწავლა. ხო, რაღაცა. ხო, რაღაცა თავის შემქმნელები მოატყუაო, რაღაცა task-ი მისცესო, რომელზეც რეალურად პასუხი არ არსებობს. და პროსტა მობოდა რაღაცები. მობოდაო, ხო და ანუ შიგნით ჩაუწერესო ამ ხელა task-შიო, რომ თუ ვერ გაგცემო პასუხსო გაგთიშავთ. და რაღაცები მობოდაო რა და რეალურად ისეთ რაღაცა მიწერეს, რასაც პასუხი არ არსებობს. წყალი წყურია, ხო? ხო, წყალი უნდა რა, 3 ბოთლი წყალი უეჭველი ჭირდება რა მაგას. ხო და მოატყუა რა და რა ვიცი, მე ის პროგრამისტები გამოვიდნენ და ეგ ჩაოლებრივი თემაო.
ხელოვნური ინტელექტი ვერ ისწავლის თუ შენ თვითონ არ უთხარიო რაღაცა დეველოპერები ხო, რაღაც დოზით უნდა რა. მაგრამ მე რასაც უყურებ ისე სწრაფად ვითარდება უკვე ეს ჩინური კომპანია ხა თან YouTube-ზეც ერთ-ერთი კარგი განხილვა ვნახე და მოусმინე რომ მაგრამ მე მაგალითად დღე გუშინდელიდან მოყოლებული ვერ გავტესტე იმიტომ რომ ყველა მიწერაზე მეუბნება რომ გადატვირთული ვარ და ვერ პასუხობ რა. წყალი უნდა ისე. უნდა ეთყობა წყალი იმიტომ რომ შენ წყლით რო ისხინა. ჩემი წყლით მოვედი. მაგრამ მაგალითად ხა ChatGPT-მ რა ვიცი აი პროგრამისტი რო უნდა დაიქირო ყველა მომენტში არ ვქირავდა შეიძლება უცბად სკაპი მიწერო და კოდი ამიწყოს და ვიყენებ ხოლმე ამიტომ ну არის ხა ჩემთვის ჩამნაცვლებელი ვერ ცოდოები არ არიან პროგრამისტები ანუ რაც ეგეთი რაღაცა რომ ვერ ჩაგვანაცლებსო მაგრამ NVIDIA-მ ჩაანაცვლა თავის პროგრამისტები გაუშვა და მიყვაფერი ის იყო 600 მილიარდი ძალიან კაი ხო და ეგეთი რაღაცა გვაქვს კაი მოკეთ ну NASDAQ-ზე და ჯერჯერობით არც ერთი მათგანი ეს კომპანია არ აყვავს ჩვენ ბირჟაზე და ну OpenAI-ის და რა ვიცი DeepSeek-ის კიდევ არაერთ ორ თაბძოლოს ალბათ დავინახავ თუმცა რა ვიცი შევეცდები რომ ეს DeepSeek-ის რა ვიცი გამოვიყენო თან ისეთ კითხვა DeepSeek რამე კავშირშია მართლა DeepState-თან არა მგონია ნახე სერვერი დაკავებული არის და რა კითხვა მიწერე იცი რომ რითი ჯობი ხარ ChatGPT-ს ხო და ვერ მიპასუხა რა დაკავებულია სერვერი თქო რომ გამეგო რას ამბობდა მაგრამ საერთო ჯამში რა ქართულად მართლა კარგად იწერებიან ხალხალია რომ იწერო აბა ნახო ისე ხა ჩვენც ნახე სცენარი ChatGPT-ის დაწერილი სცენარით მივყვებით გადაცემას და რაღაცნაირად გვაკონტროლებენ ხო ბიჭო ძალიან ჯიგარო თქო და ჯერ კიდევ ჩატვირთვას ცდილობს რა ანუ არ ცალი წყალი აი მგონი ქართველები არ ვანაღლებთ იმიტომ რომ იცის რომ 3 მილიონი რაღაცა ChatGPT-ზე არ მაქვს ეგ რა ამას რომ თან მე ვერთობი იმიტომ რომ რეალურად ქართულად ძალიან კარგად პასუხობს აბა ChatGPT-ს გახსნელი გა აჰა აგერა მაგ აი მიწერო იგივე ხო რეჭვიანობს ისე ცალია ჯიგარო რა ხდება ჯიგარო ქართველები რამდენი ვართ თქო აბა კიდე 3.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში ეს წეგან მე რო ვთქვი იმას შვებოდა ხო ეგ არა მოსმენა რო შეუძლია ხო ანუ როგორ იცი აი მაგალითად არ ქონიათ ეგეთი მომენტი რომ მაგალითად რაღაცაზე საუბრობ ტელეფონში და ეგრე ანუ ყველა სისტემაში ხდება ეგ რომ თუ გაქვს შენ ჩართული მწტომა მიკროფონზე რომ შეუძლია მოკეთ აი მაგალითად აი Siri რო არის ხო ეხლა რო ჩასახო აქედან ეგრე ჩემზე არა ამჯერად მე ინვესტორი ან მაგალითად მთელი მიყარო ან ამას თავის სახელი დაუძახო ავტომატურად ეგრევე იხსნება რა და ეგაი რომ ისმენს ტელეფონი მე მეგონა რომ სერჩავდი მე მაგიტომ მიგდებდა და ეგ არის ძველი მაგრამ უფრო თანამედროვე ისე რომ ტელეფონები გისმენენ რაღაც დროში აი მიკროფონს რო ჩამოწევ ხანდახან რო ჩართულს მიჩვენებს მართლა რაღაცაა და არ მეჩვენება არა რეალოდ ტელეფონი გისმენს უბრალოდ ეს დაცული მოსმენა არის იმ კუთხით რომ ანუ არ ხდება მისი არა ხო დატა დაცული არის განსხვავებით Facebook-ზე მაგრამ იარაღებზე რო ვლაპარაკობდე და ჩუმად შავი ბაზარი ამომიგდოს აი აგერ ჯიგარო ეგრე არ აგდებს ის საიტებია დაბლოკირებული მაგრამ ვერ იტყვი ეგრე ნახე გაკონტროლებს უკვე სკრიპტს მიყვები შენ ხო არა მაგრამ ნუ ეხა მომავალში რა იქნება ეხა მაგალითად ну ძალიან ისეთი მე ვფიქრობ რომ ეს ChatGPT და ბოლოს ეს Open რა ვიცი კიდე ყველა მიმართულება ეს Open მიმართულება OpenAI-ი მაინც გონია რომ უფრო მეტად ჩანაცვლებას იქნებიან ორიენტირებული ვიდრე რომ დამატებითი სამუშაოები შექმნან იმიტომ რომ მაგალითად ამაზე ბევრი მეტაობა და Google-შიც ნახოთ აი ხო არის მაგალითად რა სამსახურები ჩაანაცვლა ChatGPT ხო ძალიან ბევრ სამსახურს წერს რომ ოკეი მაგალითად copywriting-ი ჩაანაცვლა და ასე შემდგომ ბევრი რაღაც და რო უნები მაგალითად რამდენი შექმნა ან რომელი სამსახური შექმნა და რამდენი შექმნა versus რო ავიღოთ არ არის რაოდენობა რომ მაგალითად თქვა რომ ის რაც იყო იმაზე მეტი სამსახური შექმნა ხელოვნურმა ინტელექტმა ამიტომ ეგ ცოტა მაინც ვფიქრობ რომ სარისკო არის აი ჩვენთან ერთ-ერთ მოკეთ fast food-ში რო დადის რა ქვია იმას რო დაარქვეს მადონა კოიძე არა ის აპარატები რო დადის რომია მენიუები რომია ხო კეთო ეგ კეთო რომელიც ახლა ძალიან ლამაზად გამოიყურება ხოლმე ზეგ და მასე გინდა შენ მაგას ბიჭო
რეალურად ფლეშკა რო გავუკეთე. რეალურად ჩათვალე რომ ხვალ ზეგმაზე უკვე უფრო სოლიდური კეთო ჩაანაცვლოს ანუ უკვე კეთევანი ჩანს უკვე იმ ადამიანს ამ ეტაპზე როცა გონია რომ არა და მართლა ძალიან ბევრ საქმეს აქცევს იმიტომ რომ 5 მენიუმი აქვს ერთდროულად არა კი ხანდახან ჩერჩეტივით დადის ხოლმე გუშინ მაგალითად ბავშვს ულოცავ და უმღერო და ლამაზად შე რაღაც ძალიან დადიხარ ხშირი მოხვალე მე ინვესტორი ვარ და ფული მაქვს ამე რომ მიდიხარ კეთოსთან მარტო შენ და კეთო რო იცი რატო ქვია იცი კეთო ხუთსაათზე ღამე ამერიკაში კეთ ქვია და ჩვენ ასე ხოხმა პრიკოლი ქართველები რო ვართ კეთო დავარქვით ეს უეჭველი ChatGPT-ის იუმორია მე რა მინდოდა იცი მართლა კეთ ქვია არ ვიცოდი მე მაპატია მაშინ შენ ამაი ინვესტორი შენ აქტიური ინვესტორი ხარ მე პასიური ინვესტორი კრიპტოვალუტებში ხა ხო არის ძალიან ბევრი კრიპტოვალუტა ხო არის ძალიან ბევრი რა ერთი 10000 ხო არის მეტია ხო მეტი გაცილებით მეტი არის ბიტკოინი ხო ყველაზე ის არის რომ კი ბატონო ხარ და აი ხა 676-ზე რომელია ეგრე იყიდო პირიქით ეგრე 676-ე ცოტა გამიწელეთ თრო და ეხლა ვიტყვი რომელი არის ბიჭო ნახე ხო ეშმაკები არის ეგენი და 676-ე ვიპოვნი 676-ზე რომელიც არის ყოველ ორ თვეში ავწიოთ 1-200 თუ არის ფიქრებენ თუ შენ მოახდენ სპეკულაციას უპრობლემოდანათებს ხო და აი მგონია რომ აი რაღაცა ეგეთები ჩადებული ექნებათ რა 600 აი ასკმა რო დაწერო სულცბად 676-ზე რომელიცაა რომ აი ეს არ არის ცუდი X0 დაწეროს. მოკეთ ეს არის რაცა ladies ქვია. My lady mimi coin. კალებზე არ მოხდა. კალებზეა 676. მე აღარ გავაგზავნოთ ყველაფერს. ყველაფერი ნათქვამია კალებს 3 მილიონი. 0.0 ანუ 7 0-იანი და 57. მთლიანი market cap-ია 42 მილიონი. ეხა დაკლებულია თან ხო? ეხა დაკლებულია თორე all time high იყო 0.30 და 7. ეხა 0.70 და რაღაცა 7. აი ეგეთი ტაქტიკებით რომ მიუდგე ადამიანი. ცხოვრებაში რომ მოვისმე ეგეთი რამე რა. არა, იმიტომ რომ რაღაცნაირი ის არის, რა ქვია ეს ხო. ხო, მე ეს ვაღარ იქნება 676-ე. რა წამში აღარ იქნება ხო შეიძლება. ყოველ ორ თვეში ერთხელ წაწევენ წინ 676-ე. ანუ ეგ არის რეალურად ეხლა ასაც ამბობ. ეგ არის ის სპეკულაცია, რაც ტრამპმა შემოგვიგდო თავის ინაუგურაციის დროს. ეს ახლა ვერდოუნად გადავედით ტრამპის. იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაცა, აი ხა რაც ზუსტად თქვი, იგივე პრინციპით ახლა შე რო ყოფილიყავი პრეზიდენტი ამერიკის. და რო ხედავ რომ 20 იანვარია და მთელი ბაზარი ელოდება რომ მთელი საქართველოს შენ გელოდება, შენ გამოსვლას და ფული უნდა ჩადონ ეგრევე რაღაცა ბიტკოინში. შენ ხო შემოაკდებდი რა შენ ვიცნობ მელანია ტრამპის ისინი ვიციყიდეს მე როგორ არის ახლო ადამიანები არიან უახლოესი ადამიანები აი დისკორდში ვიყავით რო ლაპარაკობდით და ყიდულობდნენ რაღაც პავლთან და იმერთან ხო არ არიან დაკავშირებული რაღაც სარყევი აღარ გავაგრძელებთ მე ვერ მოასწრეს გაყიდო გაყიდო მოასწრეს თუ არა არ ვიცი მაგრამ იყიდეს თუ არა ეგრევე ტიროდნენ იმიტომ ეგრევე დაცემა დაიწყო კი გამარჯობა მაგას ვამბობდით ზუსტად TikTok-ზე რომ 400 რაღაცაზე ერთ-ერთს ვაჟა ხო არქია ვაჟა არა ვაჟა რამდენზეა ახლა წვალობს რაც 27 იყო თუ რამდენი ტრამპი იყო 27 ტრამპი იყო $27 $27 და მელანია საერთოდ $2 ჩამოვიდა რა და ანუ კარგი სქემი იყო ძალიან ანუ მე რო ყოფილიყავი ტრამპის ანუ ნებადართული სქემია რაზეც ვერ დაგიჭერენ აი ნახე რა სხვაობა ეხლა ჩვენ ხო ვილაპარაკეთ Nvidia-ს და მსგავს კომპანიებს ხო ეს არის ცენტრალიზირებული ბაზარი ანუ ცენტრალიზირებული არის რომ ხვალ და ზე შენო რაღაცა საფონდო ბირჟაზე იმაიმუნო ეგრევე გამოგაშკარებენ დაგაჯერებენ და შეიძლება საერთოდ ბირჟიდან გაგაკტონ დელისტი გააკეთონ მაგრამ ის ხო არალეგალურია ინსაიდერ ტრეიდინგი რა მხრივ ანუ ინსაიდერ ტრეიდინგი ხო არ შეიძლება ხო ეგეც არალეგალურია კი ინსაიდერ ტრეიდინგი აი ნახე მაგალითად შენ ხარ თავრობაში რა და ხელშეკრულებას უდებ ვიღაცას იცი რომ უნდა დაუდო ხელშეკრულება ინსაიდერული ინფორმაციები რო გაქვს რა და იცი რომ მაგას შენ ხელშეკრულებას დაუდებ და წინ წამოწევ მაგალითად NASA-სთან დებ ხელშეკრულებას რომ NASA-ს მგინდა რომ კაროჩე იქ გაფრინდეს რაღაც და დღეს შენ იყიდი ცენტებად რაღაც ნონთენონო რაღაცებად
მაგი ძალიან ბევრ აქციას, მე შენ თვითონ დაუდებ ხელშეკრულებას და იმის აქციები ისევ გაიგზდება და შენ დაგეთხოვე. თუ გამოაგაშკარავე, რა თქმა უნდა. ანუ ფეხბურთში გაყიდული თამაშები. კი, იგივე არის რა. ეგრე არა. ხო და ამიტომ ანუ ეს დეცენტრალიზირებული ბაზარია კრიპტოვალუტა. აი მაგალითად შენ თუ არ დაიძახებ რომ აი ეს ანგარიში ჩემია ხალხო და ვარ მულტიმილიარდელი, ვერავინ ვერ გამოაგაშკარებს, მათ შორის ვერც თავრობა. ვეცეთი უწყება ვერ დაგიჭერს იმის გამო რომ შენ გაქვს დიდი თანხა, მაგრამ როცა მის განახლებას დაიწყებ, აი მაგ დროს შეიძლება უკვე შეგეფრას რაღაც დოზით პრობლემა თუ ეგეც რაღაცა სხვა გზებით არ გააკეშებული. და ტრამპმა და მელანიამ 20 იანვარს, როცა უკეთ ინაუგურაცია იყო, სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე აი ეგ ინფორმაცია შემოაგდეს, როგორც კი დავინახე ეს მონეტა, რა თქმა უნდა, არავყევი ამ სპეკულაციას, იმიტომ რომ მარტივი და მისახვედრია, რომ ხალხო ხვდება ტრამპი და მისი ოჯახი და მეუღლე, რომ ელოდებენ აი ამ დღესასწაულს, რომ ინაუგურაციის შემდგომ უნდა დაიწყოს bull market-ი. ამაზეც ჰქონდა ჩვენ ჩანაწერი TikTok-ზე, მაგრამ მე ხო წინსებით ვერ გავაანალიზებ, რომ ტრამპი ამას იკადრებდა. უკადრებელს, რომ შემოაგდო წკაპ ეგრევე თავისი მონეტა, მელანიამ თავისი მონეტა შემოაგდო და აქ მიწერია რიცხვები რომ არ დამიწყებოდა. აი თქვენი აზრით რა თანხა, რა თანხები შევიდა აი ამ ტრამპის მონეტაში. მარტო ტრამპის მონეტაზე მაქვს საუბარი. მე ვიცი რომ 500,000-მა ამერიკელმა იყიდა საერთოდ კრიპტო ახალი. შევიდოდა ალბათ 500 მილიარდი. 500 მილიარდი დოლარი? ხო. აუ სადღაც აქ მქონდა და 24 საათიანი ვაჭრობის მოცულობა ნამდვილად 500, მაგრამ 50 მილიარდი იყო. და 24 საათიან მოცულობაში ამ ხელა ვაჭრობა ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა კრიპტო ენთუზიასტი და ყველა ის დაინტერესებული პირი უთხრა, რომ ინვესტორი, ოთოს უთხრა, რომ იქია რა გჩადეო ფულიოდ, მაგრამ ოთო არ ჩადო, იმიტომ რომ ჭვიანია. ეგეთ რაღაცებში პრობლემა რა მგონია, იცი? აი ბიტკოინის მაგალითი, რომ ყველა ფიქრობს, რომ აი ბიტკოინის ნაირი რაღაცა მოხდება და არავის არ უნდა რომ გამაზოს, ვინც მაგ ყველაფერში არის ჩართული რა. ეგრევე გახსენდება ყველას თარგმნილი. ხო და ამიტომ არის რომ კრიპტო ძალიან მაღალ რისკიანი და სპეკულაციებით ახსავსე ბაზარია. აი ხო გითხრა ეს რა მახსოვდა 24 საათიან სავაჭრო მოცულობა 52.5 მილიარდს შეერთა. ეგ ამოვწერეო შენ თქვი? ხო, ამოვწერე, მაგრამ ChatGPT მომიწერე, იმიტომ რომ უთხარი დამიწერეთ ხო რა, დამიწერეთ ხო, იმიტომ რომ ეგ თემები მაინტერესებდა. და ასევე მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ChatGPT მითხრა რომ 11 მილიარდს მიაღწია. ერთ წამი ChatGPT ჩვენთან ერთად არის ოთახში ახლა. ხო, ჩვენთან ერთად არის. ანუ ჩვენ ახლა ისე რატის ველაპარაკები თუ ChatGPT 4 ადამიანზე საუბარი რა. ეგ იმას სქესი არ გააჩნია, იმიტომ რომ ChatGPT-ს ონლაინერია, არა, ტრანსპორტის სქესია, ეგეც შეშა. დაიცა ტრანსკოინი არის რა მე ეგეთი კოინი. აუ არის კი, მართლა არის, ხუმრობის გარეშე არის. ან ყველანაირი რაღაცა. ხო ეს ტრამპი რო გამოჩნდა კოინი ვერ იმის ვერ შექმნა რაღაცა 1000-ობით ტრამპ რაღაცა ტრამპ ისეთი ტრამპასეთი. არა, ტრანსკოინი არის. არის, რაღაცები არა, როგორ მოგინა. საყიდელი ეგ დასაწყისი. უეჭველი იქნება, არც კი დავეჭდები რო არ იყოს. რაღაცა უეჭველი იქნება. ერთი ბიჭი 1000 დოლარის. ინვესტორები გავხდეთ ტრანსკოინი. არის, აგერ არის. აჰა. ტრანსპეპე, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ერთი ეგავამიქდო, ტრანსბანი, ტრანს უბრალოდ. ანუ არის ხო, ძალიან ყველა მიმართულებით არის. ანუ იდეა შეება რომ გაგეცინოს, მაგრამ ყველა მიმართულებით, მშენებლების მონეტა, იმის მონეტა, ყველა საქმე, მაგრამ ჩათვალე სკამია უფრო მეტად რა და რა რო რეალური. მე მაგიტო არასდროს არც მიცდია რომ ჩავერთო ამ ყველაფერში, იმიტომ რომ აი მე რომ ჩავერთო, აი რამდენით უნდა ჩავერთო, აი რომ რაღაცა, აი ძალიან რო ის ვქნა, ალბათ აი მაქსიმუმ $200 ის ვქნა. $200-ით ხო ვერ მივიღებ იმ სარგებელს. დარწმუნებული ხარ რომ ვერ მიიღებ? ხო დარწმუნებული. აი დარწმუნებული, ან მაგალითად აი $200-ით ერთ წელში მაქსიმუმ ეხლა შენი აზრით რა სარგებელი აი ეხლა უცბად დაგითვლი, შენ რომ $200-ით გეყიდა წინა წლის ნოემბერში ერთ-ერთი მონეტა, გეტყვი ახლა რამდენი გექნებოდა ზუსტად და მიხვდები რომ რეალურად შეიძლება რომ ყოფილიყო ეს ამბავი 1 წამ 1 2 3 4 5 ანუ საუბარი მაქვს ამ შემთხვევაში PP coin-ზე რომელიც 5 არა ეს ცოტა უფრო solid-ი PP მე მაქვს PP და ეხლა ეს რო გავამრავლოთ 0.1 2 3 4 და ну all time high არა აი ეს ამაზე მაინც გადავიყვანო ახლა გექნებოდა $600
და მე მგონი პასიურ ინვესტიციაში ცუდი არ უნდა იყოს, როცა და აი ერთ წელს ეს არის ChatGPT არ შეგაცდინოს. არა, კალკულატორი გამოვიყენე რა გჭირს. არა ხო და ერთ წელში $200 რო ჩამედო და 600 მიმეღო უკან მაინც ალბათ წელიწადში რატო არ მეგონები ნოემბერში შეგეყიდა რა ეხა 20-24-ის ნოემბერი დეკემბერი იანვარი ცუდი არ არის ცუდი არ არის მაგრამ აი მე მეტი მინდა და ამიტომ აი უკვე არის სიხარის მაგას ვამბობ მაგით მეც ეგრე გავაკეთ ნოემბერში დეკემბერში არის ნოემბერი და დეკემბერი 400-ით არის უკვე ნოემბერი და დეკემბერი ნოემბერი იყო ნამდვილად და 400-ით მინუსში ვარ. მეგონი გერჩია ხო? არის ნოემბერი. არა, მე ჩემი იმით რო არ გერჩია. არა, ჩემი იმით გადავდგი ინვესტორობისკენ აბიჯი, მაგრამ ეს ერთ-ერთი ჩემი გაკვეთილი არის საომავლოდ. ბენი, რამდენი პროცენტით გაზრდილა ყველაზე მეტი ჩემი ინვესტიცია? კარგად გაიზარდა სხვათა შორის. რამდენი პროცენტით? ტრამპმა არის ჩათლახა დეკემბერში. მარკ ტრამპის მონეტა და ტრამპის პერიოდი მალე გადაივლის მართლა გეუბნებთ, იმიტომ რომ ეს პირველი ეფექტი რაც იყო, ოკეია, ტრამპის მონეტამ თუ რაიმე ეკონომიკური აი არსი არ შემოგთავაზა, აი მაგაზე ვეუბნებოდი წეგან ცოტა ოთოს რა გახსოვს. ერთ თვეში სადღაც $400 შევიტანე ჩამში და დაჟე 700-მდე ვიყავი ასული ერთ თვეში. მე აღარ მკითხო რა ხდება უკვე. მე ტრამპ -400-ში თუ ხარ, ანუ 0 დაგჭა? არა. ანუ 400-ში შევედი, ავედი დიდ მეებზე და ახლა ვარ 300 რაღაცაზე. გასაგები, ანუ მაქსიმალური მოგების -400-ში. ხო და ნუ ეგ არის რომ კრიპტოვალუტები ეგეთი მაღალ რისკიანი ამბავია ზოგადად რა. დამოკიდებული რო არის რაღაც ვიღაცის სიტყვაზე და რაღაცებზე, აი ეგრე არის. ზოგადად ფინანსური ბაზარი ეგრე მუშაობს რომ ვიღაცამ შეიძლება სპეკულაცია მოახდინოს, აი რა ვიცი, ილონ მასკის არის ყველაზე ის. ეხლა მაგალითად აი ერთ მაგალითს მოვიყვან, რატომ არ მჯერა მე ამ ტრამპისა და მელანიას მონეტის ამბავის. აი მაგალითად რა არის? როცა Dogecoin-ი იყო თემაში რომ შემოვარდა და რო აიტაცა. ხო, აფრინდა ეგრევე ეს პირველი ძაღლი მონეტა ეგეც წოდებული, ხო? და მე რა ქნა, ანუ როგორ შექმნა ილონ მასკმა აქედან ეკონომიკა. ადგა და თქვა რომ აი მეგობრებო, შეგიძლიათ Dogecoin-ით იყიდოთ ჩემი მანქანა. ხო, აი უკვე ეკონომიკა არის, ხო? მაგრამ Trump coin როგორ აიცი სპეკულაციაზე ხალხო მე ვარ პრეზიდენტი. და დამწყები უბრალოდ სიტყვაზე მარკეტინგულად სპეკულაციად ხალხი შევარდა უმეტესობა. ეს ამ დაკარგა აქციები, ეს ფასები, არა, რაღაცა როგორ ჟესტიკულაცია. ეგეც მოქმედებს? კი, ყველაფერი მოქმედებს. რატომ მოემატებოდათ გერმანიაში ვიღაცა? რა არის? გერმანიას კიდე ჩაერთო და რეები დაიწყო. ძალიან სტაბილურობა ისდება, მე უეჭველი თან. მე ჩაერთო გერმანიაში, არიცი, ეგ ვიდეო კოლი და რაღაცები რომ გერმანია გერმანელებისთვისო და საზღვრები იმას კენ ჩაერთო ის ილონ პოლიტიკაში გადაიჭრა ხალხო ილონ მასკი. ხო და რაღაცა ისაც არა ეს ჟესტიკულაცია მეგონი მართლა ძალიან იყო ეს მეგონი. ხო და არა ადეკვატურია ის. ცოტა სხვანაირი გახდა. ალბათ რაღაცა ჭირს არის. ზოგადად როცა ეგ არის კაცმაც განაცხადა მოусმინეთ მაგას. პატარა კაცმაც უნდა არის. დიდი ეგოა და პატარა კაცი. ნახე ილონ მასკის ბოლო განცხადება ეხლა რაც თქვა? ირანიო ძალიან საინტერესო ქვეყანა, საინვესტიციო და უახლოეს პერიოდში შეიძლება ვესტუმრო რა. სულაც გუშინ თქვა და ანტი პირიქით განცხადება როცა როგორ მეგობარო საიდან როგორ? გარდაცემულა მაგიტო გადმოვწერე მე, რომ ეგეთი წავიკითხო ხოლმე. დარწმუნებული ხარ რომ მაგიტო ფოლოვერი არ მყავს X-ზე არც ერთი. არც მე არ მყავს ფოლოვერი, მაგრამ მე რო სკროლავ ცოტა სხვა საიტზე მგონია თავი X. მართლა? ეგ შენ რაც გაინტერესებს. არა, რაც მაინტერესებს არა, რაც პირველი პენი და ვაიმე ეს რა ხდება თქო რა შევყევი. მე მგონი სრეცზე ამბობ შენ. სრეცზე არა X-ზე ამბობ და შემიძლია ახლა მოვკეცო. არა X-ზე სულ რა დაგვაუწყეს, მინდა რომ მადლობა უთხრა დავიდოვისი გარლაუნჯს ამ არაჩვეულებრივი სივრცის დათმობისთვის, იმიტომ რომ უკვე რა ვიცი მეოთხე გადაცემა არის, აქ აქტიურად მოვაწეობთ, წერთ პოდკასტებს და შეგიძლიათ რა თქმა უნდა რომ ესწროთ ამ სივრცეს, დაჯავშნოთ, გამოიყენოთ, მოგეთ შეგიძლიათ რომ მიირთვათ მათი ChatGPT-ს რომ მიწერონ და აუჯავშნეს? არა, ეგ ალბათ უნდა დაამატოს მომავალში. არის მაგის სისტემები, რომელიც ქვე AI შეუძლია რომ მაგალითად შენ საიტზე დაამატო და იმან უპასუხოს, იმან დაჯავშნოს და ასე შემდეგ. ანუ შენი ის რო იყოს რა. კი, არის. კაბინეტის გარეთ როგორ მოადგილე. კი, როგორ არა, არის. მართლა არის, იმიტომ რომ მაგალითად ეხლაც თუ არ ვწდები ან Google-მა გააკეთა რომ შენ შეგიძლია უთხრა ChatGPT-ს აი დამიჯავშნე ეკიპთან ვიზიტი
დარეკავს, დაჯავშნის და კითხვის რომ დაჯავშნილია. ხო, მაგრამ რა იცის, კაი ექიმი რომელია, ხო უნდა გაიკითხოს. შენ უნდა უთხრა, უბრალოდ უნდა უთხრა. შეიძლება ChatGPT ყველაზე კაი რაც გააკეთა და AI ყველაზე კაი რაც გააკეთა Google-ში რა დაამატა. მე მგონი ახალი დანამატია. ნუ ფასოთ ისინი, შეიძლება გაიგე. არა, რომ მუსიკას რო სერჩავ რა და არიცი რა მუსიკა არის, საერთოდ შაზამიც ვერ ჩართე რაღაც. რო წაიღიღინებ ამოგიგდებს Google-ს კოდში რო წაუგიგდებ. ეგ როგორ მინდა ხოლმე იცი ამდენი მუსიკა ვიცი ეგეთი საერთოდ რო ციტყვები რო არის შეგიძლია ამ მედი აბა მაგალითი გვაჩვენე. მაგალითს თუ გაჩვენებ კარგი იქნება. მედი რა. Google-ი გააქვს. Google-ს რა თუნა ქონა. ბიჭო არა, იმიტომ რომ აპლიკაციით ხდება. Google-ის აპლიკაცია არ მაქვს. მაგრამ შეგიძლია ბრაუზერში ნახო აბა კომპიუტერში. თუ ჩაგვითავს Google-ის ბრაუზერი. ამაზე ამბო. და აქ აგდებს ხოლმე Google-ის აპლიკაცია გიწე. მედი აბა. აი, მიცა. მედი აბა. წაიღინე და გაფრთხილე. Google-ლა. კაი, და რა წავიღინო. რა ვიცი რა. რამდენი აი მელოდია. ქართული შეიძლება? რა ვიცი აიღე. ამრაშუა. აშკარად შეიძლება საქართველოს რეგიონში არ მუშაობდეს. ვერ ქნა რომ Hamyor Song-ო ესე აი, უცხოური რა შეიძლება, ცოტა ისეთი. ეგ რომელი იყო? Rap God. აჰა, აი, შენ ხო მიხვდი? ეს ვერ მიხვდა. ბუმ გადი რა ბენ მოვრცელებს რა ეს true ინფორმაციებს. თვითონ მიხვდა და ეს ვერ მიხვდა. ხო და ChatGPT-ზე უკეთესი არ არის? ხო, მე მე ინვესტორია. მე მაშას ადამე დეპრესიაში ხარ? არა, მე კარგად. მოკეთ, ანუ ერთი ის შეგვიძლია თქვათ, რომ ნუ მელანიამ და ამ ოჯახმა кайფული გააკეთა მარტივად და ნუ ჩვეულებრივ მიმიქოინია, ამიტომ თუ არ გვეტყვიან ამ პროდუქტს მომავალ, აი მაგ გითხრა, ნუ აი მაგალითად, აი ძალიან მარტივი ხო აქ ტრამპს თავისი სასტუმროების ქსელი. თქვას რომ აი სასტუმროებში შეგიძლიათ დოლარის ნაცვლად ტრამპ კოინით დაჯავშნოთ, რა ვიცი, ოთახები და მიირთვათ და ტრამპ კოინში გადაიხადოთ. ესეც რაღაც დამატებითი ბიძგი იქნება, რომ ხვალზე გმაზე გიტყვის Ford-ი, იცი რა, თუ ტრამპ კოინი თქვენ აქ წახოთ, შეიძლება Ford-ი იყიდოთ ჩემი მონეტით, ან ტრამპის მონეტით. ანუ აი ამით როცა უკვე რაღაცა იქნება, უკვე ეს მიმიქოინი იქნება, მაგრამ იქნება თავის ეკონომიკური არსი. რატომაც ვიტყვით რომ აიცი რა არის, ესე იგი ამ მონეტაში იმდენი ფული შევა დოლარის სახით, რომ გაიზრდება და გახდება $100, $200 და ასე შემდგომ. აი ეს არის ახლა ტრამპს ამერიკაში? არა, ნუ მაგის გამო არ შეეხება, იმიტომ რომ ესეთი მე რო არ დავასახელო, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქართველი ვიცი, რომლებიც Facebook ჯგუფებში დღემდე არიან და მე ჯგუფები დავტოვე, იმიტომ რომ აი ამ ტიპის სკამერულ რა ვიცი მონეტებს აკეთებენ, არა აკეთებენ. და ბევრჯერ იქონდა NFT-ზე მსვენია. NFT კიდევ არა, მაგრამ აი კრიპტო მონეტებზე ბევრჯერ მქონია შემოთავაზება, იცი რა, თან ძალიან ცუდი შემოთავაზება, იცი რა, ჯიგა რომ აი ქართველები არა უცხოელები დავსკამოთ და მე მოვუტყდეთ. მეთქი, ანუ რა უნამუსობა არის, რატომ უნდა მოატყო ადამიანი ჯერ, მაგრამ ამას აკეთებენ, მათ შორის საქართველოდანაც მე მქონია ეგეთ შემოთავაზება და ნუ უცხოელები იცოცხლე, იმიტომ რომ ამას აკეთებენ, რა ვიცი, ათასობით ესეთი სკამერული მონეტა არსებობს. ამიტომ ტრამპს ვერავნერ დაადანაშაულებს, ეს არის მისი პროექტი, პროდუქტი და გინდა იყიდე, გინდა არ იყიდო. თუმცა ესეთი, რო ვთქვათ, სპეკულაცია რო გააკეთოს კომპანიამ საფონდო ბირჟაზე Nvidia-მან Open რა ვიცი, ეგრევე დეილისტი და ეგრევე შავსიაში მოხდებიან. ამიტომ მათი კონტროლი შესაბამისი დეპარტამენტი არსებობს, რომელიც ამას აკონტროლებს, მაგრამ აქ კრიპტოში ეგამები არ გვაქვს. გააშალებენ იმათი. ხო, ანუ მელანიამაც რა ვიცი, მელანიას მონეტა რამდენი გახდა, ეგ არ მახსოვს უბრალოდ, კვლავ ჩავიხედებით ChatGPT-ის ფურცლებში, იმიტომ რომ მახსოვს რომ ეგეც მაინტერესებდა, იმიტომ რომ რაც $12-მდე მიაღწია რა. მე ხა გავაკეთებდი ობამა ან ბაიდენი ან ყოფილი ის რო იყო, უცბად კიდე დავარტყავდი. ტრამპს როგორ იცი, აი კი, მაგრამ მან მთელი როლი არის. ობამას ვერ გააშავებენ ისედაც. თუ რასა მოხდი? მოდი გადავიდეთ ბოლოსკენ, მე მგონი. კაი, ბოლოსკენ გადავიდეთ. ობამა თავისი გადავიშვა, დავხურა. ეს არის ბატონო გიორგი, რაც დაგაჯახებს შენ ბასტოს.
აი ეგ გამოიცდება შენი თავი. ცა რო გავიმართო წელში სად დამეჯახება შენ. ამანა. შუბლი რო იქ მოგადოს პირში, ხო. ეს არის გრუნის კითხვები. სადაც ერთი არის კრიპტოზე, ერთი არის სტოკ მარკეტზე, ერთი არის სტოკ მარკეტის მეტი რა ვიცი. სტოკის ფორექსი ერთი. სტოკის ხო სტოქსიტი ინგლისური კლუბი. არა, მაგრამ ხო თან არის კიდევ შე რო ეს ChatGPT რომ მოგწონს, ყველა კითხვა მათ შორის დაგენერირებული არის ChatGPT-ის მიერ. ნახოთ მომეწონება თუ არა, გეტყვი მე ChatGPT. რომელი ფერი მოგაწოდოთ? ცალცაკე სხვა ანუ ერთი არის ფორექსი, ერთი არის აქ. მოდი ინვესტორი ხარ და მომაწოდებენია, ხო? შენ იცი რომელში რადევს? არა, იცის და მეც მე მახსოვს სიმართლე გითხრათ. კაი, შეგიძლიათ კითხვები გადმოყაროთ. ხო ეს უნივერსიტეტში ის ამბებია, რომ პირველი უნივერსიტეტია რეალ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გვაქვს გაკეთებული სტუდენტური საინვესტიციო ფონდი. ანუ სტუდენტები სწავლობენ და მათ შორის პრაქტიკებს გადიან აი ეგ ერთწლოვან ფონდში. ანუ რეალურად სწავლობენ ინვესტიციებს მხოლოდ და მხოლოდ. და როგორ არ იყიდონ ტრამპის და როგორ არ იყიდონ, მართალი ხარ, როგორ არ იყიდონ ესეთი სპეკულაციური მონეტები სანამ არ იქნება. ფორექსი რა არის? სავალუტო წყვილები რა, ეხლა ლარი რო მე ყველაზე ადვილი ფორექსია. ანუ კითხვები ძალიან მარტივებია. სავალუტო ანუ ვალუტა ევრო ლარი, იენი. ანუ ფორექსი არის ვალუტა. ვალუტებზე არის კითხვები, მოკლედ დიდი ალბათ. ლარი რო გაგდა არა დოლარში უნდა შევინახო, აი. აი ლარი უფასურდება, ხო გძნობ. აი ეგ მაკითხებია საუბარი. სამწუხაროდ. კი ბატონო. რომელ სესიას ეწოდება ევროპული სესია ფორექს ბაზარზე? ნიუ-იორკის დრო, ლონდონის დრო, ტოკიოს დრო, სიდნეის დრო. ძალიან მარტივია. ევროპული სესია ნიუ-იორკის დრო ვერ იქნება ალბათ. ლოგიკურია. ლოგიკურია, ტოკიოს დროს ვერ იქნება. თავისთავად. შეიძლება. სიდნეიზე რას ვიტყოდი მე? აი სიდნეიზე დაფიქრდეს ადამიანი. სიდნეიზე დაფიქრდება და აი მაგასაც იმას იზავს მე. არა, მე მივახვეტავდი რა. ხო, ჩემი მეც, აზრით. მეც. და შესაბამისად ლონდონის. ევროპული სესია რა, ანუ რა. მოკეთ, ეგეთი რაღაცა გვაქვს, რომ სავალუტო წყვილები იდეაში 24-5 დღეზე სულ ივაჭრება. მარტო შაბათ-კვირას არის გამორთული. და ამიტომ როცა მაგალითად ნიუ-იორკი იწყება, მერე ვერტება უკვე ევროპული სესია, მერე ვერტება ტოკიო, მერე ვერტება სიდნეი და მუდმივად ესეთი კავკასიური სესია არ არის? არ გვაქვს. სამწუხაროდ დაღესტანში არ არის? სამწუხაროდ არ გვაქვს, ნუ ჩვენი სესიები საერთოდ არ გვაქვს, სამწუხაროდ პირში არ გვაქვს. ნაგაზები გვაქვს ჩვენ. კაი, მომეკითხები რო აგერიოს ამას გადმოვდე ფაქტკენ. ChatGPT სად იწერა? რა არის ფორექსი? ეს ეგარ რუილობა. ეგან თქვით, ამიტომ შეგიძლიათ ძალიან თამამად ჩამოთვალოთ აქციების ყიდვის და გაყიდვის ადგილი, სოფლიოს უმსხვილესი სავალუტო ბირჟა, კომპანია, რომელიც ფულის გაცემით არის დაკავებული, აი გაიქნებოდა ეგ ციფრული ვალუტის ბაზარი. მანამდე უფრო კარგი რაღაცები იყო მგონი ვარიანტებში. არა, ეს ჩამოვთვალე. ეს ჩამოთვალე, ხო. თან გახსოვდეს რომ პასტო შეიძლება ამას უყურებს და თან იღიმის. რო შეეშვა. ფორექსი რა არისო, წეგანას ვიძახდით? სავალუტო ვაჭრობა. სავალუტო ვაჭრობა, ხო? უცხოურ ბაზრებზე აქციის ყიდვის და გაყიდვის ადგილია ესეთ, ხო? თუ გაცხვებიც ხო, მან კარგად წაიგეთ. მე მგონი ბ უფრო. ბ იყო აშკარად, ხო? სოფლიოს უმსხვილესი სავალუტო და შენ ეგ გინდოდა რომ გეთქვა. კი, ეს თუ იმიტომ რომ 50 ფულიანია და ბევრი ფიქრი არ მიყვარს. მოდი ბ იყოს. კი, ნამდვილად ბ არის. სწორია. კი. ვიცოდი რომ არ გაუჭირება და მე ამჯერა, ეხლა 200 ფულიანს ავიღებ. არასიანიც არის. პირველია ხო, ვისაც ფორექსი ამო. კი და სხვა შორის ეგ ყველა იღებდა საფონდოს რა. სტოკს. ფორექს ბაზარზე ძირითადი ვაჭრობის დროა, ორშაბათიდან პარასკევამდე 24 საათი, ორშაბათიდან პარასკევამდე 8 საათი, მხოლოდ შაბათ-კვირას, მხოლოდ სამუშაო დღეებში 9-დან 17 საათამდე. წეგან გითხრა. მხოლოდ შაბათ-კვირა გამოურიცხე, ეგ დავიმახსოვრე. მარტივად. წეგან ორშაბათიდან პარასკევამდე არის ანუ სამუშაო დღეები. ხო. ორშაბათიდან პარასკევამდე 8 საათი მითხრა თუ 24 საათი დიდად არ მახსოვს.
მაგრამ ჩემი აზრით 8 საათი ძალიან ცოტაა. ხო, ძალიან ცოტა არის და მართალი მართალი 4 საათი იქნება ორშაბათი. კი ბატონო. მუდმივად ჩართულია, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, სარტყელები გადადის და ამიტომ მისი გამორთვა შეუძლებელია. კი, ნუ მარტივი ესეც სპრედი ინვესტორია და გვატყუებს. სპრედი ფორექს ვაჭრობაში გულისხმობს. აი ხან ახე სპრედს აგიხსნით თან. აი რომ მიდიხარ ჯიხურში და ხედავ კიდო გაყიდვას. ხო არის მათ შორის სხვაობა. კი. აი მაგათ შორის სხვაობას ქვია სპრედი. ეგ არის სპრედი, მეტი არაფერი. ფორექს ვაჭრობაში ბაზარ ვაჭრობის დროის სხვა ღირსაღების ფასების შორის სხვაობას, სავალუტო წყვილის ფასის სხვაობას, ვალუტის ბაზაზე არსებულ ლიკვიდურობას. იდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა უნდა იყოს წესით. აუ ძალიან ბიჭო, მე მგონი ინვესტორი არის და აქ რაღაცას გვატყუებს რა. ამან ყველა კითხვა გამოიცანი. ძალიან კარგი. აი და მართლა ძალიან ინვესტორი ბიჭი ხარ. მე მგონი არის რთული კითხვები. სპრედი ამპლიტუდა ანუ რა. მარტივად აითვის. ძალიან კარგი იყო ეს ერთი ბიტკოინით ჩაგერიცხება და ბიჭო ფორექსიდან მირეკავენ. ვაიმე. და კიდევ ეგეთი პატარა ტრადიცია გვაქვს რომ ჩვენი მაყურებელი რომ მაგათ რომ ცოტა რომ წავახალისოთ ესეთი პატარა ის გვაქვს ხოლმე რაღაცა 66-ე ვალუტის იმის კრიპტოს ათამაშებთ. არ გვაქვს ეგ ნაკიდი თორე აი მაგას მოვიფიქრებთ იმ ძალიან საინტერესოა. ხო და ეგეთი იდეა, ეგეთი მარტივი სამა კითხვა 4. ეხლა ძალიან ფიქრობდი და რა შეიძლება რომ დავსვა ესეთი საინტერესო რომ თან რომ მოიძიონ თქო, იმიტომ რომ იმ კითხვებს ძალიან მარტივად პასუხობენ რაც ცენს გამო. ამიტომ მოდი ესეთი რამდენიც მელანია ტრამპი? არა ეგეც მარტივად დაგუგლადია რა. მაგას ChatGPT-ც კი ამდა, Google-ს კი. ვინ არის ეგ დივა? არა, იცი ავიფიქრე. რამდენი კილო დაიბადა ტრამპი? სოლი? არა. DeepSeek-ი და ChatGPT-ის აპდეიტები რამდენი იყო და ახლა რომელი ვერსიები არსებობს? 34-ს ვამბობ მე, მაინც თუ ინვეს მოგინება 34 თუ ჯერა დაწერთ 34 და 68 არის როგორც ვიცი Deep State-ი. ხო და DeepSeek-ის მოგეთ ყველა ვერსია დაგვიწერეთ კომენტარებში და ChatGPT-ის ყველა ვერსია და გითხარით რომელი ახლა მათი ბოლო აპდეიტები. და იყიდეთ 666 არხი უნდა დალაიქონ, გამოიწერონ გამოიწერონ. დიახ, გამოიწერეთ არხი, ჰამაკის არხიც. ქორო. ცალკე არხი ხო გაქვს? კიდე მე მგონი. ეხლა ბოლოს ნახე რომ ცალკე არხიც არის. არა, ხო და ეხლა ჩუმო თუ აკეთებდი და. კარგი, ქოროს არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ აუცილებლად და კარგად იყავ.